მანგო, მოდი აქ. ამიხსენი რა უნდა ჟურნალს საწოლის ქვეშ. ჟურნალს ვეძებ. და ჩემმა რომელიღაცა ფისო თავის ბუნაგში შეიტანა. ახალი ფისო მყავს. Tada! ეს ფისო მიპოვა ქუჩაში. მოვიდა და მეხვეწებოდა, მაჭამე და სახლში წამიყვანეო და სახლში წამოვიყვანე. დომენიკო დაუმეგობრდა უკვე, ერთად ძინავთ. მანგო შორიდან უყურებს. ამ ფისოს სავარაუდოდ არ დავიტოვებ, გავაჩუქებ აუცილებლად, მაგრამ სანამ გავაჩუქებ, იქამდე უნდა მოვასუქო, ვუმკურნალო, აცრა გავუკეთო, პასპორტი გავუკეთო, სტერილიზაცია გავუკეთო და რომ გასუქდება და კარგად რომ იქნება, მერე გავაჩუქებ. ან მინდათ რომ შეადაროთ რა გამხდარია ეს ქუჩის ფისო და ჩემი ფისო რა მხელაა. ნახეთ რა გამხდარია. ეს ჩემი ფისო. მანგოს კამერა არ უყვარს. მოკეთ, მას შემდეგ რაც ჩემს წინა ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. გადავწყვიტე რომ ჩემი მეორე საყვარელი ჟურნალი მეყიდა თბილისელები, რომელიც ღირდა 4 ლარი. რა ამბავია ჟურნალი 4 ლარი. მაგრამ ამას რო შევადაროთ, ანუ სარკეზე დიდი არის ფიზიკურად. შიგთავში გადავათვალიერე და რაღაცები მოვნიშნე, ისი წაკითხვაც მინდა. ველოდებოდი რომ რაღაც საინტერესო ტესტები იქნებოდა ამ ჟურნალშიც, მაგრამ სამწუხაროდ ტესტები არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც სარკის ჟურნალში იყო. აქ რაღაცა დებილობა ისინია, რა ქვია, ინტერვიუები. მაგალითად, ბექა ჩხაიძე, არ ვიცი ვინა, ამბობს. გამარჯვება, რომ აღარ ვქეიფობ. 1 წელი ისე გავიდა, 2 წვერთიც არ დამილევია. ასეთი ინტერვიუებია. რაც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ მაინტერესებს. ამიტომ რაც ყველაზე საინტერესოა და რაც თქვენც დაგაინტერესებთ, ეს იქნება რა თქმა უნდა ასტროპროგნოზი. მიშიკოსი. და ვნახოთ შაბათი დღე რას მოგვიტანს. კარგია ახალი საქმის დაგეგმა, ახალი სამსახურის დაწყება, შენებლობა, თმის შეჭრა. თმის შეჭრაზე ვფიქრობდი. შევიჭრათ მა? მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს. ფინანსური გარიგება რო გქონდეს, ფინანსები უნდა გქონდეს, ამიტომ აქ უსაფრთხოდ ვარ. ადგილსამყოფლის შეცვლას, სცენარეების დარგვა გადარგვას. სცენარე არ ყავს, მაგრამ ადგილსამყოფლის შეცვლას ვაპირებ, ვინის შეცვლას ვაპირებ და დღეს არ შევიცვლი, აი. ატარეთ წითელი, ყვითელი, კრემისფერი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი. ლურჯი არა, მოიც. წითელი, ყვითელი, კრემისფერი. ლურჯი! ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი. მოკეთ ლურჯი მაცვია და აქ კრემისფერი არა, მაგრამ ნარინჯისფერიც აქვს ამას, ასე რომ ტანსაცმლის ამბავში კარგად ვართ. ქვებიდან კი ბრილიანტი. სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი ან მთის ბროლი. აუ, სიზმარი ახდება. 2 დღეა გადამულად ვუყურებ Beast Game-ებს, ორივე სეზონი ვნახე 2 დღეში. და ოღონდ ეს გუშინ დამესიზრა, აი არ მახსოვს როდის დამესიზრა, მაგრამ Mr. Beast-ი დამესიზრა და Mr. Beast-ი იყო ჩემი შეყვარებული და პოზიტიური დღეა ლომებისთვის. მე ვარ ლომი. ასტროლოგიური პროგნოზი ამით არ ამოწურულა. შემდეგი ასტროლოგიური რუბრიკა არის ზოდიაქოს ნიშნებზე. ლომზე რა წერია ვნახოთ. კარგი განწყობა ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას, სასიკეთო დროა ინვესტიციებისთვის და დანაზოგი თანხის მიზნობრივად გამოსაყენებლად. რა ვიცი, იქ ფინანსური გარიგება არ ვარ გაოდღესო შაბათსო და აქ კაიაო, ანუ იქნებ ჩამოყალიბდეთ ცოტა. მოზღვავებული ენერგია თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას დაუვიწყარს გახდის. არ მაქვს მოზღვავებული ენერგია. ასტროპროგნოზ მორჩით და ახლა ვნახოთ აქ არის ტესტი, როგორი ადამიანი ხარ. აი. სპეციალურად არ წამიკითხავს ეს ტესტი წინასწარ, რომ ეს არ ყოფილი, მიკერძოებული არ ყოფილიყავი. აქედან უნდა აირჩიო ერთი ცხოველი. არის პეპელა, თევზი, ციყვი და ცხენი.
დახედეთ ამ სურათს და დაუფიქრებლად აარჩიეთ 4-დან 1 ვარიანტი. საინტერესოა რა სიტყვის ტესტი თქვენზე. დაუფიქრებლად რომ ავარჩიო, ან დაუფიქრებლად რაღაცების არჩევა არ შემიძლია ხოლმე, ძალიან ვიბნები, როცა მეუბნებიან, რომ უცებ არჩიო. პეპელა, თევზი, ციყვი და ცხენი. პეპლები ძალიან მომწონდა, მაგრამ ამას წინათ უყურე ერთ ვიდეოს პეპლებზე, რა საშინელი ცხოვრები არიან, რა მახინჯები არიან სახეზე, ლეშით იკვებებიანო, ამიტომ პეპელას არ ავირჩევ. თევზების მიმართ დიდად ისეთი დამოკიდებულება არ მაქვს, არ ვგიჟდები თევზებზე და არ ემოციური კავშირი არ მაქვს თევზებთან. აი, ცხენები მომწონს, ნუ მე რანი გასწიმერანო და ცხენს ავირჩევ. რას ნიშნავს არჩეული ცხენის ვარიანტი? მიჩვეული ხართ ყველა პრობლემისა და საკითხის მოზომილად და თავისუფლად გადაჭრას, რადგან თქვენი აზრით აჩქარება არაფერს სიკეთეს არ მოიტანს. არ ვიცით რა, მაქვს მომენტები, როცა ძალიან სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას და მაქვს მომენტები, როცა გადაწყვეტილებას საერთოდ ვერ ვიღებ. ანუ თავისუფალი და მოზომილი არ ვარ, აი ძალიან სტრატეგიული არ ვარ გადაწყვეტილებების მიღების დროს. მაგრამ ვცდილობ, რომ ცხელგულზე არ მივიღო ხოლმე გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრობთ და აანალიზებთ სიტუაციას. ეს სწორია. აწოდაწოდით ყველა დადებით და უარყოფით მხარეს. ესეც სწორია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას სწრაფად მისაღები და უცებ უნდა მოვიფიქრო რა მინდა, მარტივად შემიძლია, განვიცით რა გადაწყვეტილებას გააჩნია. თუ რაღაცა სერიოზულ გადაწყვეტილებას ვიღებ და ჩემ ცხოვრების მომავალი უნდა გადავწყვეტო, მაშინ რა თქმა უნდა დავფიქრდები და გავაანალიზებ. თუ ისე რა გადაწყვეტილება მისაღები, წკავ. No problem. ხშირად ამას აქვს თავისი დადებითი შედეგები, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უბრალოდ კარგავთ ძვირფას დროს და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამო ხდება. უნდა იპოვოთ ბალანსი. გაიგეთ, როდის არის საჭირო გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და როდის გამოიყენოთ მომენტი. ასე მიაღწევთ ჰარმონიას საკუთარ თავში. ანუ, იცით რა, ეს რუბრიკა მოამზადა ელენე წულუკიძე. ელენე, იცი რას გეტყვი? მე გადაწყვეტილების მიღებაზე პრობლემა არ მაქვს. შემიძლია რომ მას სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება, შემიძლია რომ ნელაც მივიღო გადაწყვეტილება და როგორც მინდა ისე მივიღებ გადაწყვეტილებას. ამიტომ საერთოდ საიდან მოიტანა ეს ტესტი მაინტერესებს. ანუ დაიდოს ამ ტესტის ვალიდურობა, ანუ რამდენად ვალიდურია ეს ტესტი მაინტერესებს. თავიდან სანამ ცხენს ავირჩევდი და სანამ ამდენს ვიფიქრებდი, მინდოდა პეპელა ამერჩია და ვნახოთ ერთი პეპელაზე რა წერია. თუ პეპელა აირჩიეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრად მეტს გასცემს, ვიდრე იღებს. ადრე ვიყავი ეგეთი მეც რო გავცემდი, მაგრამ ახლა მიღება უფრო მომწონს. მიღება უფრო მაგარია. ამიტომ ხშირად უარს ამბობ ცხოვრების მცირე სიხარულებზე საკუთარი თავისთვის. No. ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს. იუთუბერობას? კი, 100% სერიოზული ვარ. ყველაფერი, რასაც მიაღწიეთ, შრომისა და თავდადების შედეგია. ამ ცხოვრებაში ჯერჯერობით იმას მივაღწიე, რომ აქამდე მოვედი, სადაც ვარ. ბევრს მუშაობთ, თანაც დასვენების გარეშე. ეს არაა სწორი, მე დასვენებაზე მეტად არაფერი არ მიყვარს და ძალიან ბევრ ძალასა და ენერგიას ხარჯავთ. არაა სწორი, მე ძალას და ენერგიას ვინახავ, რისთვის ვინახავ არ ვიცი, მაგრამ შენახულია სულ. უნდა შეცვალოთ სამუშაო გრაფიკი და მეტი დრო დავუთმოთ დასვენებასა და ანუ არაა პრობლემა. მეტ დროს დავუთმობ დასვენებასა და რესურსების აღდგენას, no problem. ელენე, არ არის პრობლემა. რავი რა, ძალიან სულელური ტესტებია. და ანუ საიდან მოდის ეს, რომ ციყვი თუ ავირჩიე, შეცდომებს ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებ, თევზი თუ ავირჩიე, რეალისტი ვარ, ანუ საიდან გამომდინარეობს ეგ, ვინ მიხვდა მაგას, ვინ მოიფიქრა ეგ. აი, ელენე წულუკიძე, შემდეგ ნომერში, თბილისელების ნომერში, ველოდები ამ ტესტების შექმნის ისტორიას, ანუ როგორ შეიქმნა ეს ტესტი საერთოდ. ეს ჟურნალი ყველაზე უინტერესო რამ არის, ოდესმე წამიკითხავს, სარკეში ძალიან საინტერესო რუბრიკები იყო, სარკეში მკითხველების გამოგზავნილი წერილებიც იყო, რომლებიც წინა ვიდეოში გადავიღე და ამოვჭერი, იმიტომ რომ რაღაც ვერ დავაინტერესე მაყურებელი, ჩემი აზრით, ანუ ჩემი თავი, მე რომ ვუყურე ვერ დავინტერესდი. მე არ გირჩევთ ამ ჟურნალის ყიდვას. ჟურნალის თბილისელები სარკე არის უდავო გამარჯვებული. სულ ეს იყო.